უამინდობის გამო შეზღუდვებია დაწესებული საავტომობილო გზებზე. გუდაური კობის მონაკვეთზე ზღვაო საშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც დროებით აკრძალულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა. მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ვაზიანი გომბორი თელავის საავტომობილო გზის ვერონა-თელავის მონაკვეთზე. ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია გომის აჩხერეს მონაკვეთზე, კოდა ფარცხისი, მანგლისი, წალკა, ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. ახალციხე ნინოწმინდისა და ახალქალაქი კარწახის გზებზე, ასევე საჩხერე ონის გზაზე, ნაქერალს უღელტეხილსა და ჯვარი უშკულის მონაკვეთზე. უხინალექისა და დიდთოვლობის გამო გზებზე სხვადასხვა მიმართულებით დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები 24 საათიან რეჟიმში გრძელდება ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები და ტარდება ყველა სახის საჭირო ღონისძიება. ზღვაო საშიშროების გამო გარემოს ეროვნულ სააგენტოს ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აქ შეზღუდული. გუდაური, ფოსტა, კობის მონაკვეთზე ასევე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ნიჩბისი, დიდგორი, დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, ფარავნის უღელტეხილზე, ბათუმი, ახალციხის გზის კურორტი, გოდერძი, უთხისუბლის მონაკვეთზე, კალაუშგულისა და მერელაზდილის მონაკვეთზე. უწყვეტი გაწმენდითი სამუშაოების შედეგად უკვე მოიხსნა მისაბელიან ავტოტრანსპორტზე შეზღუდვა თბილისის სენაკი ლესელიძის მიმართულებით. მისაბელიან ავტოტრანსპორტზე გადაადგილების შეზღუდვა ნარჩუნდება გომი, საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, კოდა, ფარცხისი, მანგლისი, წალკა, ნინოწმინდის გზაზე, ახალციხე, ნინოწმინდისა და ახალქალაქი კარწახის გზებზე, საჩხერე, ონის გზაზე, ნაქერალას უღელტეხილზე.